მოგესალმებით. აღნიშნული სავარჯიშო საშუალებას მოგცემთ, რომ თავი იგრძნოთ უფრო მყარად, დაამყაროთ კონტაქტი საკუთარ სიმყარესთან და ასევე დედამიწის სიმყარესთან. იყოთ უფრო ძლიერი და აღადგინოთ წდომა რეალობასთან. ამისათვის საჭიროა უბრალოდ მოთავსდეთ კომფორტულად, ისე რომ ზურგი გქონდეთ გასწორებული. დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს, თუ როგორ ეხება თქვენი სხეული იმ სკამს ან სავარძელს, რომელზეც ხართ. უბრალოდ ისუნთქეთ ამ პროცესში და ახლა როდესაც გესმით ჩემი ხმა, მე არ გთხოვთ იმას, რომ აუცილებლად უნდა დახუჭოთ თვალები, არც იმას გთხოვთ, რომ არ დახუჭოთ თვალები, უბრალოდ გამოყევით ჩემს ხმას და კონცენტრირდით ამავდროულად თქვენს შინაგან შეგრძნებებზე, თქვენს სხეულში მიმდინარე პროცესებზე. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ფუძის ჩაკრაზე, რომელიც მდებარეობს დაახლოებით გენიტალიების ადგილას და წარმოიდგინეთ, რომ ამ ადგილას არის გარკვეული ენერგეტიკული წრე. აქ ბრუნავს ენერგია, რომელიც მარჯვენა ფეხის გავლით ჩაედინება ქვევით თქვენს სტერბში, სტერბიდან ჩაედინება მიწაში და იქიდან ქმნის გარკვეულ წრეც და უკვე სუფთა ენერგია ამოედინება მარცხენა ტერფის გავლით, ამოუყვება თქვენს ფეხს ზემოთ და აკუმულირდება ისევ წრიულად ფუძის ჩაკრაში, რომელიც მდებარეობს ზუსტად ჩვენი გენიტალიების ადგილას. შეგიძლიათ ეს პროცესი სუნთქვასაც დაამტყუიოთ. ამოსუნთქვის დროს მარჯვენა ფეხში ჩაუშვით ენერგია და ჩასუნთქვის დროს მარცხენა ფეხიდან ამოუშვით ზევით. ისევ ამოსუნთქვისას მარჯვენა ფეხში ჩადის ენერგია, ჩასუნთქვისას მარცხენა ფეხიდან ამოდის ზევით და აკუმულირდება თქვენს გენიტალიების ზონაში, ფუძის ჩაკრაში. იგრძენით კავშირი და კონტაქტი დედამიწასთან. ენერგიის წრედი, რომელიც ჩადის მარჯვენა ფეხის ტერფიდან დედამიწის შუაგულში, ქმნის გარკვეულ წრეს, ეგრეთ წოდებულ სამკუთხედს იქმნება ხო წრედი და ამოდის უკან მარცხენა ტერფის გავლით და ისევ შემოედინება ფუძის ჩაკრაში. ენერგია ჩადის მარჯვენა ფეხის ტერფიდან, ამოედინება მარცხენა ფეხის ტერფში ზევით, აკუმულირდება ფუძის ჩაკრაზე შეიძლება, როდესაც ამ პროცესში ხართ, გარკვეული ფერიც კი ჰქონდეს ამ ენერგიას, რომელიც ჩაედინება მარჯვენა ფეხიდან ტერფში, ტერფიდან მიწაში. დააკვირდით, როგორ მოძრაობს ენერგია, რამდენად სწრაფია ან რამდენად ნელია. ისევ მარცხენა ტერფის გავლით შემოდის თქვენში და დაასრულეთ ეს სავარჯიშო უშუალოდ ფუძის ჩაკრაზე, რომელიც მდებარეობს ჩვენი გენიტალიების ადგილას. ახლა შეგიძლიათ გაახილოთ ნელ-ნელა თვალი.
იგრძნოთ თქვენი ფეხის წერფები და მე მინდა გთხოვოთ, რომ ეს სავარჯიშო გააკეთოთ ყოველდღიურად. ეს არის სავარჯიშო, რომელიც ზაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ რეალობასთან კონტაქტი, შინაგანი ღერძი, შინაგანი სიმყარე, იყოთ უფრო მეტად მყარი და რეალობასთან კონტაქტში. ეს არის მარტივი სავარჯიშო, რომელიც შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და დამოუკიდებლადაც შეასრულოთ. ნებისმიერ ადგილას, როდესაც გექნებათ ამის საშუალება და იქნებით განმარტოებული, ან მაშინ, როდესაც ზიხართ და მგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა თქმა უნდა, ან როდესაც უყურებთ თუნდაც რაიმე გადაცემას პარალელურ რეჟიმში, შეგიძლიათ რომ ეს სავარჯიშო აკეთოთ გონებრივად. ჩაუშვათ ენერგია მარჯვენა ფეხისში და მარცხენა ფეხის წერფიდან ამოიტანოთ გენიტალიებში. ეს ციკლი გაიმეორეთ, რაც უფრო მეტჯერ მით უკეთესი და აუცილებლად დაასრულოთ ხოლმე სავარჯიშო უშუალოდ ფუძის ჩაკრაზე, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, მდებარეობს ჩვენი გენიტალიების არეში.